სანდრო, მართლა დიდი ცხვირი მაქვს. ეკა. ხო არა მაქვს არა დიდი ცხვირი. და თვალები როგორი მაქვს? თვალები რა ლამაზი. გამარჯობა. სახლის სიძეს დაუტოვე, საღამომდე თავისუფალი ვარ, ანანო მოვდივარ. მოიცა, უჩემოთ სად მიდიხართ? დღეს არის ბებია ჩემის დაბადების დღე. გადავწყვეტე გაუკეთო სიურპრიზი და გადავუხადო. სიურპრიზი როგორ უნდა გადაიხადო? თვითონ არ იხდეს? არა, თვითონ არ ახსოვს. კარგი, მაგრამ ხელცარელები ვერავთ. საჩუქარი უნდა უყიდოთ. საჩუქარი? მოდი არ გვინდა ბებია? იცი რა ქალი იყო ბებია ჩემი ახალგაზრდობაში, აბა 100 კაცი ექვემდებარებოდა უშიშროებაში მუშაობდა. აი ამ ბარის ხელა ერთი კაბინეტი ქონდა, მაგრამ და ესეთი კაცრი, თავდაჯერებული, ძლიერი, მამაცი ესეთი აი, შენ ბაბუას გავდა. კუბიკი რო ვაჩუქოთ. ვაიმე რა კაია. თან ადვილად ააწყობს, ბებია ხო დალტონიკია. მე მგონი ჯობია პატარა ლამაზი იადონი ვაჩუქოთ. იადონი. მე მგონი არ იქნება ციკარგი საჩუქარი. რატომ? ალბათ ანანოს ბებია ვეგეტარიანელია. ტანსაცმელი ვაჩუქოთ. მე არა გაგიჟდი, ბებია ჩემი ხო ტანსაცმელს მარტო იტალიაში ყიდულობს. საჩუქარი. აღარ იფიქროთ საჩუქარზე, მომაფიქრდა ფანტასტიკური რაღაცა, იცით რამდენი ხანია უნდა. ოღონდ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. რაზე? მე და სანდრო ვართ შეყვარებულები და მალე დავქორწინდებით. ბებიას ესე უნდა უთხროთ. გეხვეწები რა. სანდრო შემჭამა რა, როდემდე უნდა იარო. მარტო შვილებს როდის ჩამიგორებ ყავს. სანდრო, მივდივართ. ტაქსი გამოიძახე. კარგი, საცხოვროს ბებიაში. მაშენებელზე. საბურთალოა ხო? არა, სანდრო ყაზბეგში გერევა. ყაზბეგი აღმაშენებელი, ორივე მეფეა და მერევა ერთმანეთში. გამოიწერეთ ემიგრანტ TV. მოიწონეთ ვიდეო და გაუზიარეთ სხვასაც.